გამარჯობა, მე ვარ გიორგი ჭაუჭიძე, ეს არის გადაცემა სკოლაზე, რომლის მიზანია საზოგადოებაში სკოლის შესახებ არსებული წარმოდგენების ერთგვარი ტრანსფორმაცია, აგრეთვე ჩვენი სტუმრების განსხვავებული რაკურსით წარმოჩენა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ქალბატონი მანანა რატიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. Პირიქით მადლობა მოწვევისთვის, მახსოვს კოვიდის დროს პირიქით მე ვიღებდი თქვენგან ინტერვიუს. ბატონო, თქვენ სკოლაზე ვისაუბრებთ და ცხადია დავაკავშირებთ დღევანდელ სკოლასთანაც, ან თუ გნებავთ სამომავლო სკოლასთანაც ამ ამბებს. Ai თავიდან ასეთი შეკითხვა მინდა რომ დაგისვათ, როდესაც სკოლა გახსენდებათ, აი თქვენი ბავშვობის სკოლა, რა ფერია ეს სკოლა, აი რა ფერი მოდის თქვენს, არ ვიცი, მახსოვრობაში? ნათელი ფერები ალბათ პირველ რიგში, იმიტომ რომ სკოლა უკავშირდება ბავშვობას და ბავშვობის დიდი ეს მოგონებები უკავშირდება სასკოლო ასაკს, იმიტომ მანამდე მაინც ბაღის ასაკი ბუნდოვნად გახსოვს ადამიანს და შესაბამისად მგონია რომ ეს წლები არის ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო და შესაბამისად სკოლაც ასე გახსენდება, იმიტომ იქ იყვნენ მეგობრები, იქ იყო რაღაც საინტერესო ამბები ხდებოდა სკოლაში, მით უმეტეს ჩვენ ბავშვობაში ისე არ ვიყავით განებივრებული აი ამ გარე შესაძლებლობებით და გარე ინფორმაციით, სადაც დღევანდელი ბავშვები დაკავებულები არიან. აქედან გამომდინარე ჩვენი ცხოვრების მთავარი ნაწილი ალბათ სკოლა იყო. ნათელი ფერი. და რომელი სკოლა ეს რომ დავიწყოთ ასე და რომელი წლებია? ეს არის 53-ე სკოლა თბილისის, რომელიც იყო მას ერქვა საუნივერსიტეტო სკოლა და ამ დროს იმ პერიოდისათვის იყო გამორჩეული, ეგრეთ წოდებული პრესტიჟული სკოლა და შესაბამისად იმ სკოლაში ითვლებოდა რომ სწავლა და სწავლის დროს გასწავლიდნენ საუკეთესო მასწავლებლები. საუნივერსიტეტო რას ნიშნავს ეს ტერმინი? მაშინ რა შინაარსი იყო ჩადებული? შინაარსი ალბათ ის იყო, რომ გამორჩეული სკოლა იყო და ალბათ დღევანდელ დღეს როგორც არის, რომ 45,000 ახალგაზრდა აბარებს უნივერსიტეტში, მაშინ ასეთი ფუფუნება არ იყო, იმიტომ 26-მდე უნივერსიტეტი იყო და შესაბამისად ალბათ ჩვენი კურსდამთავრებულები ბევრად უფრო მეტნი მიდიოდნენ უმაღლესისაკენ. საერთოდ 80-იანი წლები დაახლოებით რა პერიოდი? ჩემი არის 76-დან 87-მდე, ასე რომ მთელი საბჭოთა კავშირის პერიოდი ვსწავლობდი სკოლაში. ასევე საინტერესო ეპოქა იყო თავისთავად. საინტერესო იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა სკოლის პერიოდში, რაც შემდგომ ჩვენი თავისუფლებით დაგვირგვინდა. და ეს ვაკეში მდებარეობს. ვერაზე, ბარნოვის ქუჩაზე. რომ გაიხსენოთ თქვენი ოჯახი, მაინც როდესაც სკოლაში შედიხართ, გაგვაცანით ასე მშობლები, ვინ ყავდათ, რა შემადგენლობა იყავით? ალბათ ესეთი ტრადიციული ოჯახი ვიყავით, დედა, მამა, ბებიათ ჩვენთან ცხოვრობდა და ჩემი და და დიდი ეხლა რო გითხრათ რომ არჩევანი თუ სად წავიდოდით არ გქონია, იმიტომ რომ 53-ე სკოლა ადრე იყო მეშვიდე-ვაჟთა სკოლა, რომელიც მამა ჩემს ბიძა ჩემს დამთავრებული ჰქონდათ ეს სკოლა და ასევე სახლთან ძალიან ახლოს იყო, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არჩევანი არ ყოფილა თუ სად წავიდოდით, რა თქმა უნდა, დავიწყეთ სწავლა 53-ე სკოლაში. და სკოლამდე რა გამოცდილება გქონდათ, ან რა შეხედულება, რა წარმოდგენა თავად? სკოლის შესახებ აი სად მიდიოდით ან საბავშვო ბაღში თუ სწავლობდით? ეს რაღაც ალბათ სტანდარტული იქნება, მე ვარ უმცროსი და შესაბამისად ველოდი სასკოლო ასაკს, იმიტომ რომ ჩემი და როცა სკოლაში დადიოდა, მე ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი, იქვე სკოლასთან ახლოს და ხანდახან ჩემი და გამოიპარებოდა ხოლმე და ბებია ჩემს გამოყვანას დაასწრებდა ბაღში და მე იყო ხოლმე საქმის გარჩევა, რომ არ შეიძლება პატარები ვართ და ასე შემდეგ. ანუ მე ველოდი იმიტომ რომ ჩემი დის მეგობრები, ეს მეგონა რაღაც დიდი ასაკი უკვე სკოლაში პირველ კლასში რო სწავლობდა და შესაბამისად ერთი სული მქონდა, როდის თავად შევაბიჯებდი სკოლაში. და კიდევ თქვათ აი სკოლამდელ გამოცდილებაზე, წიგნებთან დაკავშირებით, კითხვის მიმართულებით, მოგეხსენებათ თქვენ როგორც ასე ვთქვათ,
განათლების სფეროში გამოცდილ სპეციალისტს რა მნიშვნელობა აქვს სკოლამდე ასაკში კითხვას და ამას ჩვენს გადაცემაში მინდა რომ ხაზი გავუსვათ ხოლმე და რაღაცა ის მოგონებები გავუზიაროთ მსმენელებსაც აი წიგნები აი ვინ გიკითხავდა თან როგორ ან რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდება თან თუნდაც ადგილი სადაც შეიძლება სპეციალურად იყო ხოლმე თქვენთვის მოწყობილი და ან პირველი წიგნი ან საყვარელი რაიმე ასეთი მოგონებები რომ გაგვიზიარო ხო ძალიან საინტერესო კითხვა არის და ალბათ მოვყვები იმას რაც დიდად არ ყვები ხოლმე ამ ამბავს ალბათ არც უკითხავთ და იმიტომ დასამალი არ არის მამაჩემს ედო ხოლმე სასთუმალთან რაღაც კონკრეტული წიგნი ხოლმე და გარკვეული დროის მანძილზე იმ წიგნში იყო ხოლმე ჩაფლული და შესაბამისად წერა კითხვა მასოების ამოცნობა რო ვისწავლე ჩავთვალე რომ ამ წიგნის წაკითხვა წარმომაჩენდა შეიძლება კარგად სკოლაში ან შესაძლებელია ეს იყო რომ მართლა მეგონა რომ წიგნს ვკითხულობდი და ერთ-ერთი ასეთი წიგნი მამას ედო დანტე ალიგიერის გარჩევა იყო. თავად დანტე ალიგიერი არ იყო და წარმოიდგინეთ მე ვარ მეორე კლასელი პატარა და ჩვენ დამრიგებელი საშა სტაჟაძე მიუტანე მას დავალება რომ წავიკითხე, მოკლედ რა წიგნი წაიკითხეთო და მთელი ეს 12 ფურცლიანი მაშინდელი რვეული მწვანე ფერის იყო. მახსოვს ეს პირველ გვერდზე გამოვჭერი 9 კარი, რომელიც იღებოდა და შიგნით დავასურათე დანტე ალიგიერის ეს კარები და რომ მიუტანე დამრიგებელს რომ მე დანტე ალიგიერი წავიკითხე, ჩემმა მშობლებმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ რა დავალება გავაკეთე და მახსოვს დედაჩემს დაურეკა და თხოვა სკოლაში მისვლა და უთხრა რომ იქნებ შესაბამისი ასაკის წიგნები მიაწოდოთ და წააკითხოთო. თუმცა მე არ ვთვლიდი რომ რაღაც ისეთი გავაკეთე, იმიტომ გარჩევაში ეწერა ის ადგილი ამოვიკითხე და შესაბამისად ნამდვილად დავასურათე ის რაც წავიკითხე. ანუ წიგნებთან დაკავშირებით ალბათ მოგონება მაქვს ის რომ ბევრად უფრო მიყვარდა რასაც კითხულობდნენ, რადგან სახლში უმცროსი ვიყავი, უფროსები და საბავშვო ლიტერატურას აი ნაკლებად უყურებდი და შემდგომ ალბათ უფრო რო გავიზარდე და ჩემ შვილს ვუკითხავდი, იქ უფრო დაკვირვებით წავიკითხე და მივხვდი აი ამის მნიშვნელობას, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ბავშვ თავის ასაკის ლიტერატურას უკითხავდე. თქვენ შვილებთანაც ეს საკითხი უფრო რომ ასე ვთქვათ სხვა რაკურსით რომ შევხედოთ დღეს პრობლემურია მოგეხსენებათ ეს საკითხი ხო რაღაცნაირად წიგნი ბავშვების კითხვა ხო რაღაც უჭირთ ხოლმე მშობლებს ამ მიმართულებით და ნერვიულობენ შესაბამისად სწორადაც ხომ არ გქონდათ აი თუნდაც თქვენ შვილებთან დაკავშირებით აი ეს გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ ან როგორ აწვდიდით ამბებს ან წიგნებს თუნდაც სკოლაში შესვლამდე ან რაიმე ესეთი შეიძლება ხერხი ან მეთოდი დაინტერესების. ალბათ მეთოდი არის ის, რომ ყველგან ოჯახში, საითაც არ გაიხედავს ბავშვი, მის თვალწინ წიგნები უნდა ჩანდეს და ალბათ ისიც მნიშვნელოვანია, რომ უნდა ხედავდეს, რომ მშობლები კითხულობენ და ოჯახში კითხვა არ არის კონკრეტულად მის ასაკთან მიბმული რაღაც აქტივობა. ეს ალბათ შველის და მგონია, რომ ყველაზე კარგი დროის გაყვანის საშუალება ბავშვისათვის სწორედ კითხვა არის, იმიტომ რომ ფანტაზიასაც უვითარებს, შემოქმედებით აზროვნებას უვითარებს, არ მინდა როგორც სპეციალისტმა ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ ნამდვილად ძალიან გამომადგა წიგნები, იმიტომ რომ ეს იყო ჩემ შვილებთან რაღაც სასიამოვნოდ გატარებული დრო წიგნების კითხვა და ვკითხულობდით, რა ვიცი, რაც კი წიგნი გქონდა ხო იმ პერიოდში ქართულად, რუსულად, ინგლისურად ლექსები საბავშვო და მაშინ აი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, აი თქვა იგივე ჩემი შვილი ბაღში როდესაც დადიოდა, მას ჰქონდა ესე დაყოფილი ლექსები, რომ ეთყოდნენ ლექსს გვეტყვი, მოდაში იყო რომ ბავშვთვის ეკითხათ, რომ ლექსი წაეკითხა, ხო? და იქ იყო ხოლმე რომ პირველ კითხვას რასაც უსვამდა, ბაღში ნასწავლი თუ სახლში. და შემდეგ უკვე ამას ასხოვებდა ხოლმე ერთმანეთსაგან, ბაღში ნასწავლი ეს რაღაც ცალკე არის და სახლში წაკითხული და ნასწავლი სხვა არის, იმიტომ იქ ძირითადად ზეიმებისთვის სწავლობდნენ, გამოთქმით უნდა ეთქვა და კიდევ ერთი სიამოვნება იყო. კარგი გამიჯნა, აი ბავშვის თვალით თვითონ შეიძლება ეს გამიჯნა ყველაფერზეც გადავიტანოთ აი სწავლებაში ზოგადად, ხო? რაღაც ვალდებულებისთვის და რაღაც ისეთი თბილ გარემოში. რა თქმა უნდა. კი.
მოდი ახსენეთ თქვენ საშა მასწავლებელი ხო ქალბატონი საშა პირველი გაკვეთილი და პირველი მასწავლებელი აი ამ თუ გახსოვთ პირველი გაკვეთილი ძალიან კარგად მახსოვს პირველი გაკვეთილი იმიტომ რომ კლასში ვსწავლობდით 46 მოსწავლე ეხლა წარმოიდგინეთ დღევანდელ მასწავლებელს რო უთხრა 25 მასწავლებელზე რო იძახის რომ ბევრი მოსწავლე მყავს 46 მოსწავლის მართვა როგორია მაგრამ საშა მასწავლებელი ახერხებდა თავისი ბავშვობის ისტორიების მოყოლას იმდენად საინტერესოდ რომ თითქოს ჩვენც იმის თანამონაწილე ხდებოდით ხოლმე გვიყვებოდა მაგალითად როგორ დადიოდა შორს სკოლაში და შესაბამისად ჩვენთვის ეს იყო რა განსხვავებულ გარემოში ვცხოვრობთ როგორ შეიცვალა ეს გარემო და გვიხაროდა რომ ჩვენ არ გვიწევს ამ მანძილების გადალახვა იმისათვის რომ სკოლაში ვიაროთ და მახსოვს იმდენად თბილი იყო მასწავლებელი რომ აი ეს პირველ დღეს ვინც ბაღიდან არ ვიყავით მოსულები იმიტომ ბაღის სკოლასთან ახლოს იყო და ბევრი თქვათ ვინც ბაღში ერთად დავდიოდით ერთად აღმოჩნდით კლასში და შესაბამისად ჩვენ ეს დიდი გაუცხოება არ ქონია და ერთმანეთთან უკვე ვიცნობდით ადაპტაცია არ გვჭირდებოდა და ისინი ვინც არ იყვნენ აღმოჩნდებოდნენ დღის ბოლოს კალთაში საშა მასწავლებლის ხოლმე იმისათვის რომ რაღაც თანამშრომელს ელოდებოდა განსხვავებული ეს არ ქონოდა ამ დროს მიუხედავად იმისა რომ ვლაპარაკობთ რომ სიმკაცრე იყო ხოლმე საშა მასწავლებელთან ეს სიმკაცრე არა უფრო მეტად სითბო მახსენდება და გასავლიდათ მე მგონი ყველა საგანს ხო ყველა საგანს გვასწავლიდა იმ დროს და ეს ყველა საგანი თითქოს ჩვენთვის საინტერესო იყო თუ გაუჭირდათ აი თუნდაც არა თქვენ ბაღელ პირველ კლასელებს რაღაცნაირად შეგუება თან ამდენ ბავშვს ხოთშორის ხო იმ წამს ალბათ ამაზე დიდად არ მიფიქრია მაგრამ ვიღაცები იყვნენ დაძაბულები ელოდებოდნენ სულ მშობლებს ტირილი დიდად არ მახსოვს კლასში ესე ვინმეს რო ეტიროს არ მახსენდება ალბათ რომ ამთავრებდით სკოლას ცრემლი მაშინ დავინახე ჩემი კლასელების თვალზე მაგრამ რა ვიცი დიდად ცრემლი არ გვახსენდება იმიტომ არც ისეთი მკაცრი გარემო არ ქონდა თუმცა რაღაცებს ვაშავებდით ხოლმე და მე სათანადოდ გვიჟიდნენ ხო ეს დაჟის ამბებიც მაინტერესებს ცოტა მოგვიანებით შევეხოთ საშა მასწავლებელმა როგორც ჩანს ბევრი რამე გასწავლათ და აი კითხვის თვითონ კითხვა როდესაც ისწავლეთ აი ის ეპიზოდები ან ის ამბები ან რაღაც მომენტები თუ გახსოვთ აი კითხვა როგორ ისწავლეთ შეგიძლიათ მე რადგან აი გითხარით ჩემი ოჯახი ვახსენე და მე თვითონ ვცდილობდი ალბათ სკოლამდე რომ რაღაც მესწავლა მეც წამეკითხა მეც არ ყოფილიყავი მათგან განსხვავებული ისინი როდესაც კითხულობდნენ და მეცადინეოდნენ ამიტომ სკოლაში რომ მივედი როგორც მახსოვს ვიცოდი კითხვა თუმცა ეს პერიოდი რომ სხვები ვერ კითხულობდნენ ან სწავლობდნენ ან ბან სიტყვებს ჩემთვის უინტერესო ნამდვილად არ ყოფილა იმიტომ რომ რაღაც ველოდი როდის გამიძახებდნენ, ველოდი როდის შემაქებდნენ და ეს რაღაც მომწონდა. ერთი რაც იყო ალბათ, რაც გვხლიდა ხოლმე, ეს იყო მაგიდასთან ჯდომის გარკვეული წესი, იმიტომ რომ ჩვენ ვისხედით მერხებთან, თავდაპირველად ზურგს უკან ქონდა ხელი, შემდეგ მოგვცეს უფლება მაგიდაზე დაგვედო ხელი და ეს რაღაც ნელ-ნელა რო რბილდებოდა ეს წესები, თითქოს და ჩვენც ვიზრდებოდით და აი ამას უკავშირებდით, რომ აი უკვე უფლება გვაქვს მაგიდაზე დავაწყოთ ხელები. მანამდე ზურგს უკან ქონდა ხელები. პირიქით არ უნდა ყოფილიყო ესე რომ ვთქვა ჩვენთვის, რომ ჩვენთვის რო ვთქვა პირველად მოსული 6 წლის ბავშვები, ხო, რაღაც საუცნაური. არ იყო დიდი სივრცე კლასში, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ეს მერხები, ამდენი მოსწავლე, იქ გავლის თავისუფლად რაღაცის საშუალება არ იყო, ის კი არა შესვენებას რო გავდიოდით ტელეფონში, იქაც კედელთან უნდა ვდგარიყავით წყვილებში, ხო? აქედან გამომდინარე ეს წესრიგი ნამდვილად მახსოვს. ეს 46 მოსწავლე, ანუ პირველ კლასში რომ შეხვედით, დიდხანს იყავით ამდენი თუ სადღაც 36-მა დავამთავრეთ სკოლა. მთელი წლის განმავლობაში 40 მოსწავლე. მე 10 კლასი, მაშინ 0 კლასით დავიწყეთ, ჩვენ დროს მოსამზადებელი კლასი იყო და შემდეგ რაღაცა ბევრმა ერთად დავამთავრეთ, ცოტა გადავიდა კლასიდან. და ეს პრინციპში თქვენ სკოლაში და ალბათ ზოგიერთ სკოლაში, მაშინ თბილისში ბუნებრივი რამე იყო, ხო, ჩვეულებრივი რა 40. ალბათ ბუნებრივი იყო. მე როგორც მახსოვს ჟურნალის სიებში 45 ადგილი იყო.
ხო 45-50-ზე ხო და ნახეთ როგორ იყო ჩვენ სკოლაში ესეთი უცნაური იყო შემდეგ დავფიქრდით რა თქმა უნდა ჩვენი იყო D კლასი ანუ ABGD კლასები იყო პარალელური და ჩვენ სკოლაში ითვლებოდა რომ D კლასში მოხვედრა იყო განსაკუთრებული ცხოვრების საჩუქარი და შესაბამისად აი ყველა ცდილობდა რომ ამ კლასში თავის შვილს დაეწყო სწავლა ალბათ გამომდინარე იქიდან რომ სკოლაც შემდეგ D კლასებში ანაწილებდა საუკეთესო მასწავლებლებს ყველა ამ ცდილობდა რომ აი ამ კლასში ყოფილიყვნენ მისი შვილები დღეს რო უყურებ იმ პერიოდში ამაზე არ მიფიქრია ბევრი თუმცა ალბათ რაღაც გარკვეული პრივილეგირებულობის შეგრძნება მაშინ არ ქონია მაგრამ დღევანდელ დღეს რო უყურებ აი ესეთი დიფერენცირება იყო კლასების შორის. D კიდე იყო E კლასი ანუ E არ ყოლია D იყო. ხო 4 კლასი. საინტერესოა ცხადია ეგ საერთოდ დამახასიათებელია ერთგვარი. იცით A კლასები იყო სხვაგან ყველგან პრესტიჟული და ჩვენთან იყო D კლასი. შემდეგ გვიფიქრია ბევრი ამაზე და გვიმსჯელია რომ რატომ ხდებოდა რომ მანდამაინც ჩვენ სკოლაში D კლასი იყო ესეთი განსხვავებული ძლიერი კლასი ხოლმე და ნუ რა ვიცი ალბათ თუ კი დირექტორს თხოვდნენ რომ ჩემი შვილი მოახვედრე საუკეთესო A კლასში ეთქოდა კი ბატონო და ჩაწერდა. გავაგრძელოთ ცოტა ეს თემაც მაშინ ხო, ესე იგი ბავშვების გადარჩევა ხო პირდაპირ რომ დავარქოთ ამას სხვადასხვა ნიშნით. ახლა პირველ კლასელი მოსწავლეების ან პირველად მოსული ბავშვების გადარჩევა ცხადია ვერ მოხდება ახლა ღრმა რაღაც აკადემიური უნარებით და ასე შემდეგ. ხო, ალბათ სოციალური სტატუსით მშობლების და ასე შემდეგ გამომდინარე. და შემდეგ თუ ყოფილა ასეთი მოძრაობა, თქვათ აკადემიური უნარების მიხედვით, თქვათ მე-4 კლასში, მე-5 კლასში, რომ აი თუა გამორჩეული იყოს ამ ხრივაც გამორჩეული, თუ არა. არა, არ მახსენდება ესეთი, შეიძლება სხვა სკოლიდან გადმოსულან ბავშვები, მაგრამ ის რო კლასიდან კლასში გადაყავდათ, ესე არ მახსოვს. თუმცა, ნუ იმ პერიოდში გასაგებია, რომ კლასელები ბევრად უფრო მეგობრობდით, დღევანდელ დღეს პარალელურ კლასელებთან რა თქმა უნდა გვაქვს ურთიერთობა და ჩვეულებრივ ეს არის ნორმალური. მაღალ კლასებშიც რა თქმა უნდა უკვე რომ დავიწყეთ ჩვეულებრივად მეგობრობა. ხო, სხვაჯერს ეს რომ არ გძნობდით თქვენ თუნდაც, ხო, ხვდებით რამ ხელა საფრთხის შემცველია ეს ბავშვებისთვის ასეთი რაღაც მე არ ვამბობ ამას ასე ხელაღებით ან ცუდად არ ვაფასებ ასე თუმცა გარკვეულ რისკებს შეიცავს და ის რომ თქვენ აი არ გიგრძნიათ და თუნდაც მეგობრობდით პარალელურ კლასელებთან და ასე შემდეგ ეს მეტყველებს იმაზე რომ გარკვეული სკოლა ახერხებდა ხო რაღაც ისეთ ინსტრუმენტებს ალბათ იყენებდა რომ ეს არ გადაზრდილიყო პირდაპირ თქვა მახინჯი. ხო, მაგრამ მე არ მახსენდება დიდათ აი ესეთი მახინჯი ურთიერთობები განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, როდესაც ვიყავით. პირიქით რაღაც ესეთი ნორმალური ურთიერთობები იყო კლასებს შორის, ხო? თუმცა რაღაც აი ესეთი რომ ვთქვათ, რომ სკოლა ატარებდა სასკოლო ღონისძიებებს, ესეთი არა, ძირითადად ღონისძიებები იყო საკლასო ფორმატის და რაღაც განებივრებული ვიყავით იმ პერიოდში, ძალიან საინტერესო აქტივობები ჰქონდა. იუნესკოს სკოლა იყო ჩვენი სკოლა ამავდროულად, ქსელის წევრი და შესაბამისად უცხოელები ხშირად რომ ჩამოდიოდნენ ან ჩვენთან სკოლაში მოყავდათ, ან ჩვენ ვეწვეოდით ხოლმე დღევანდელი პრეზიდენტის სასახლეში, ბავშვები მივყავდით ხოლმე და აი ამ პერიოდში ალბათ ესეთი პირველი შემთხვევა იყო, პირველად როდესაც წაგვიყვანეს, რომ ჩაგვიტარეს აღზრდელობითი მუშაობა, თუ რა არ შეიძლება გაგვეკეთებინა და რა შეიძლება გაგვეკეთებინა უცხოელებთან. ალბათ უნდათ ეჩვენებინათ საბჭოთა ბავშვები, როგორები არიან თავისუფლები, ლაღები, მცოდნეები, ინგლისურად ლაპარაკობენ და მახსოვს აი ეს კატეგორიული გაფრთხილება იყო, იცოდეთ საჩუქრები არ გამოართვათ, რომ საბჭოთა ბავშვს ყველაფერი აქვს ალბათ ამის ჩვენება უნდათ და ჩვენ არა ვართ აი ეს რაღაც ამ მხრივ დაინტერესებულები რას გვჩუქნიან და როგორ გვჩუქნიან. თქვენ
ჩვენც არ წაგიღიათ საჩუქრები. ჩვენც არ წაგვიღია საჩუქრები და ნუ აი ეს ლაპარაკობდით ხოლმე ბევრ რაღაცაზე, მე იმ პერიოდში გავიჩენდით ხოლმე ჩამოგვიტანდნენ წერილებს, ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნის თავიანთი თანატოლებისგან და მე ჩვენ წერდით პოსტით ხოლმე წერილებს უგზავნიდით ერთმანეთს უცხოეთში და ხშირად ეს კონვერტი გახსნილი მოდიოდა ხოლმე. არა უშავს, მაინც კარგია, ხო, რაღაცნაირად ერთგვარი ფანჯარა იყო. ხო, ჩვენთვის საინტერესო იყო ყოველ შემთხვევაში. ჩვენთვის უბრალოდ საინტერესო იყო, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ სადღაც რომელიღაც ქვეყანაში არსებობს მოსწავლე, შენი თანატოლი, იქ რაღაც კითხვებს უსვამდი, შენ ცხოვრებაზე პასუხობდი რაღაცეებს. ნამდვილად საინტერესო იყო, იმიტომ იმ პერიოდში ჩვენ არ ვიყავით განებივრებული დღევანდელი ახალგაზრდობა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ თანატოლთან დაამყარებს ურთიერთობას, ხო? და ჩვენ ვიგებდით იმ ქვეყნის შესახებ ამბებს რაღაც მოსწავლეებისგან. ხო, ეს შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ასეთი შესაძლებლობა რა თქმა უნდა ყველა სკოლას და ყველა მოსწავლეს ცხადია მაშინ არ ჰქონდათ. აი თუ გახსოვთ თქვენი სკოლის კედლები, აი რა იყო კედლებზე, აი ესე რომ გადაავლოთ თვალი თუ გაგახსენდებათ. გულისხმობ ცხადია ბევრი იდეოლოგიური რამეც იქნებოდა. ან გნებავთ ამ მხრივ, გნებავთ რა ვიცი, თუნდაც მოსწავლეთან ამუშავებები ან რას ყვებოდნენ კედლები თქვენ სკოლაში. იცით რა არის, რა თქმა უნდა იყო ის ლოზუნგები, რაც იმ პერიოდის საბჭოთა სკოლებში უნდა ყოფილიყო, ვთქვათ, სლავა კაპაესეს და მსგავსი რაღაცეები, თუმცა ეს მეხსიერებაში ძალიან მკვიდრად არ არის ჩაშენებული, უფრო მეტად მახსენდება რამდენიმე მასწავლებლის კაბინეტი, რომელიც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, რომ შევდიოდით და ამ კაბინეტში ხვდებოდით უამრავ, მაშინ იყო კედლის გაზეთი, რასაც მოსწავლეები აკეთებდნენ ხოლმე, ხო? და ეს კედლის გაზეთები, მწერლებით, ციტატებით, ლექსიდან ამონარიდებით, პორტრეტებით დაწებებული მოსწავლეების მიერ და მახსოვს, რომ აი ვთქვათ, რუსულის კაბინეტში, აი სრულიად მოცული ვიყავით აი ამ საინტერესო სამყაროთი, იქ იყო ფირსაკრავი, რომელსაც მასწავლებელი ჩაგვირთავდა, რა განწყობაზე ხართ ახლა გვეტყოდა, ან რა ლექს ამბობთ და მოდით ახლა რომელი მუსიკა მოუხდებოდა და უსმენდით ხან შოპენის პირველ კონცერტს, ხან ჩაიკოვსკის პირველ კონცერტს ხოლმე და სხვათა შორის ეს რუსულის მასწავლებელი იყო ლეილა კაჭარავა, რომელსაც სახელმძღვანელო გვერდით გადადებული ჰქონდა და ძალიან იშვიათად ხსნიდით ხოლმე და ძირითადად რუსულ ლიტერატურას ვსწავლობდით და მართლა ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ ბევრი ნაწარმოები კითხვა დავიწყეთ სწორედ იმიტომ, რომ ლეილა კაჭარავასთვის მაგალითად უნდა გვესწავლა არა მხოლოდ პოეზიიდან და პოეტების ვთქვათ რაღაც ლექსები, არამედ პროზიდან ნაწყვეტები და შესაბამისად ძალიან ბევრი ასეთი ნაწყვეტი კლასელებმა რო იცოდნენ, ვიღაცა რო რაღაცას კითხულობდა, წაიკითხავდა, შემდეგ უკვე ინტერესდებოდი და თავადაც ეცნობოდი და კითხულობდი. ასე რომ გაკვეთილზე, გარდა იმისა, რომ საინტერესო გაკვეთილი იყო, ყველაფერი რაც კი კედელზე სადრე ეკიდა და რა ეწერა, ეს ყველაფერი მახსოვს დღემდე. ნამდვილად სასიამოვნოა მასწავლებლის ასე გახსენება წლების შემდეგ. სხვა მასწავლებლებზეც და ზოგადადაც რომ ვთქვათ, მასწავლებლები მიიყვნენ, მასწავლებლები პატივცემულები, ასე ვთქვათ, თქვენი მასწავლებლები, როგორც ამბობთ, ესე იგი, მართლა მაღალი კლასის მასწავლებლები იმ დროით თვალსაზრისითაც და დღესაც შეიძლება რომ შევაფასოთ, აი რას თქვენ ახლა გაიხსენეთ, თუნდაც ქალბატონ ლეილაზე ამის დასტურია. ხო, რას გვეტყოდით თქვენს მასწავლებლებს? არა მხოლოდ თქვენი, თუნდაც თქვენი კლასელებიდან და ასე შემდეგ ზოგადად მაშინ. ბევრი ძალიან კარგი მასწავლებელი ყავდა. დღევანდელი გადასახედიდან რო ვუყურებ, თავისი საგნის პროფესიონალები ნამდვილად იყვნენ. იყვნენ ისეთები, რომლებიც დღევანდელ დღეს მეთოდოლოგიას რო ეცნობით და სტრატეგიებს იმასაც კი იყენებდნენ, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ძირითადი მიდგომა საკლასო ვიცით, რომ იყო ძალიან ხისტი, სწორხაზოვანი და ყველამ ვიცოდით გაკვეთილი რითი უნდა დაწყებული იყოს
კურსი ის ამოკითხვით, რითი უნდა გაგრძელებულიყო, როდის რა მოხდებოდა, ანბანის მიხედვით გამოძახება მოსწავლეების და ასე შემდეგ. ანუ უინტერესო ელემენტები ნამდვილად ქონდა გაკვეთილს, ხო? თუმცა აძლევდა ცოტა სიზარმაცის საშუალებას, ლავირების საშუალებას, თუ კი ზარმაცი იყავი, იცოდი რომელი გაკვეთილისთვის უნდა მომზადებულიყავი, რომ კარგად ჩაგებარებინა და დანარჩენები ამ დროს ცოტა თავისუფლად იყვნენ ხოლმე, ხო? მასწავლებლები, ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა, რა ვიცი, გამოყოფა 1-ის და 2-ის გამიჭირდება, მაგალითად, მაგრამ მათემატიკის მასწავლებლები ძალიან ძლიერები იყვნენ, ძალიან ძლიერი მასწავლებლები ყავდნენ, რა ვიცი, დამრიგებელი ძალიან კარგად გვახსენდება დოდო ვახვახიშვილი, იმიტომ რომ ის ყოველთვის ჩვენ მხარეს იყო და ცდილობდა ხოლმე, რომ აი იმ თქვათ ცელქობების შესახებ ჩვენ მშობლებამდე არ მისულიყო ყველაფერი და კლასში მოეგვარებინა ეს ყველაფერი. და ესეთ საკმაოდ როგორ გითხრათ, როგორი კლასი ვიყავით, ხშირად დავდიოდით შატალოზე, ხო? იმ პერიოდში შატალო იყო ერთ-ერთი ყველაზე ისეთი დიდი თავისუფლების გამოვლინება. კვირაში ერთხელ? ცოტა რომ გავიზარდეთ, ხო, სავარაუდოდ ასე ვიქცეოდით ხოლმე და მახსოვს ეს რომ გავიდოდით ხოლმე, აი ამ დროს მე იწყებოდა მთელი მეორე დღეს ვიცოდით რომ თავდახრილები უნდა მივსულიყავით, ბევრი უნდა გვებოდიშა, ვიცოდით რომ იქ შეიძლება მშობელთა კრება ჩანიშნულიყო დამატებით და ასე შემდეგ. თუმცა ხო, ამას ვახერხებდით ხოლმე კლასი. ხო, შანტალო ეს ერთგვარი ფენომენია მართლა რა. მართლაც ფენომენია, მე სხვაგან არ მინახავს ასეთი რამ. რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს თავისი აქტუალობამ. იმიტომ რომ ჩვენ არსობრივად ხო არ შევცვლილავთ. ისეთივე ხო არსობრივად გულისხმობ. ის რომ ახლა დიდება კომპარტიას აღარ წერია სკოლებში, იმას არ ნიშნავს, რომ სხვაგვარი სკოლა გვაქვს. ხო, საინტერესოა თვითონ ეს შატალოების გამოცდილება, აი როგორც თუნდაც ბავშვებისთვის რაღაც ურთიერთობების იგივე ის ღონისძიება, ეს შატალო ის ხო არ იყო რომ სადღაც ჩვეულებრივი მარტივი არ იყო გაპარვა სკოლიდან. გაპარვა, რაღაც დაგეგმილი აქტივობაში მონაწილეობა, რაღაც ის შიში ხაზრიდან გადაძრომა და ასე შემდეგ. იმიტომ კართან ყოველთვის დარეჯი იდგა. ხო, რაღაც მოსალოდნელი სასჯელი, ამის ადრენალინი, ხო, რომელიც სხვა შორის შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი თუნდაც სასწავლო თვალსაზრისითაც, აღმზრდელობითი თვალსაზრისითაც ერთგვარი აი კარგი გაკვეთილი შეიძლება ითქვას, რომ იყო ასე რომ ხშირ შატალოს მაინც უარყოფითად ნამდვილად ვერ შევხედავდით, ხო და ადასტურეთ მე მგონი თქვენ ემოცია რომელსაც ახლა ხო არა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შატალოზე ახლა 1 და 2 რო წასულიყო, ნამდვილად ბევრად უფრო მეტად დაისჯებოდა და როდესაც მთელი კლასი მიდიოდა, ვიცოდით რომ გამოვძვრებოდით და ბევრი საფრთხე ამას არ ექნებოდა. თქვენს კლასელებზე გითხარით ცოტა მეტი, ესე იგი 40-მდე მთელი 10 თუ მეტი წლის განმავლობაში სწავლობდით და ხო, მაი თუნდაც ურთიერთობებზე, როლებზე ან პირადად თქვენ როლზე დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ ან რამდენად ახერხებთ ამ ურთიერთობას ან ხომ არ შეიძლება ვინმეს ვიცნობდეთ კიდეც ხომ არ არის ვინმე ისეთი განსხვავებული ალბათ ურთიერთობა ყველასადმი ნამდვილად თბილი დამოკიდებულება გვაქვს და კოვიდამდე ვცდილობდით რომ რაღაც მუდმივად ქონოდა ეს რაღაც კლასის შეხვედრები თუმცა კოვიდმა ამოგვაგდო კალაპოტიდან და ვეღარ ვახერხებთ ასევე ნუ ნაწილი ჩვენი კლასელების თქვათ გავიდა საზღვარგარეთ და შესაბამისად ამან გამოიწვია ის რომ ისეთ ხშირი კონტაქტი შეიძლება არ აგვაქვს, მაგრამ ნუ ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ ვიცოდეთ. ალბათ უნდა ითქვას, რომ ხშირად ურთიერთობთ, შეიძლება ითქვას, უფრო პროფესიული ნიშნით ვინც ერთი ხაზით წავედით, ალბათ უფრო მეტად ურთიერთობთ, იმიტომ ინტერესები მეტი შენარჩუნდა და მგონია ბავშვობის მეგობრებს ძნელად თუ ვინმე შეცვლის, იმიტომ შემდეგ ასაკში, როდესაც მეგობრდები ვიღაცასთან, ის უკვე განსხვავებული ინტერესი არის შენ თვითონ არჩევ და კლასელებს ასე არ ერჩევ ხო კლასში არის და შესაბამისად მეგობრდები ყველასთან. თუმცა ძალიან მიხარია რომ კლასზე ესეთი მძიმე წარმოდგენები და ესე არ ვიხსენებთ ამას ყველაფერს და ვიხსენებთ რაღაც ღიმილით ყოველთვის და გვიხარია ერთმანეთის ნახვა. კი და რაღაცნაირად თითქოს
დროც არ ყოფილა, როდესაც შეხვდები თქვათ რაღაც ისეთ გუშინდელი დღესავით გაგახსენდება ხოლმე ადამიანს. ასეა. როგორ სწავლობდით? აი თქვენც და თქვენი კლასელებიც, აი ზოგადადაც და თუ ნებოთ კონკრეტულადაც, რამდენად იყავით აკადემიურად წარმატებულები აი თქვენს კლასში? ნუ ჩვენ კლასში შეიძლება ითქვას, რომ თუ კი ვთქვათ, მაშინ იყო მედლები, ხო? და თუ კი სკოლიდან პარალელურ კლასებში სულ 9 მედალი გავიდა, 6 აქედან ჩვენ კლასში იყო. შესაბამისად ითვლება, რომ აი ეს ძლიერი მასწავლებლები თავისთავად განაპირობებდნენ შეიძლება ამას და დღევანდელ დღეს რომ ვფიქრობ, ალბათ ის სოციუმი საიდანაც მოვდიოდით, ხო? იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანი ალბათ სახლში სხვა ღირებულება იყო, იმ პერიოდში წიგნი იყო ის, რაც ჩვენ გვაკავშირებდა გარესამყაროსთან და კითხვა იყო თავისუფალი დროის გაყვანის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, ხო? აქედან გამომდინარე ალბათ უფრო წიგნიერები ვიყავით, მასწავლებლებიც ამაში ოჯახის გარდა ხელს გვიწყობდნენ და ეს წახალისებული იყო, რაც უფრო მეც წავიკითხავდით და მგონია რომ ეს ამან განაპირობა, რომ აკადემიურად რა ვიცი, შესაძლებელია ნაკლებად ძლიერებიც ყავდა, მაგრამ ბევრი ის ადამიანი, ვინც ვთქვათ სკოლა ესეთ მაღალ ნიშნებზე დაამთავრა, შემდგომ ძალიან კარგ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ, ასე რომ ეს ალბათ ბავშვობიდან მოდიოდა, ეს რო გითხრათ ძიმე რაღაც მახსენდება ამასთან ხო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რადგან ბევრი მედალოსანი ვიყავით კლასში, შესაბამისად სულ გვესწრებოდა რაიონული წარმომადგენელი, ქალაქის წარმომადგენელი სამინისტროდან და მუდმივად აი შემოდიოდნენ კლასში, წერები საკონტროლო გვიტარდებოდა ხოლმე ისე რომ არ გვცოდნოდა წინას ამის შესახებ, რომ იქ რაღაც ენახათ, რომ ნამდვილად გვეკუთვნოდა თუ არა ის თქვათ მაღალი ჯილდო, როგორც არის მედალი. თქვენ როგორც ოქროს მედალოსანს? არა, მე ვერცხლის მედალოს. მედალოსანს ყოველ შემთხვევაში. 1/4-იანი გამომყვა. ხო, ანუ ყველა 5 უნდა ყოფილიყო ოქროსათვის. ხო, ეს ძალიან საინტერესო თემაა ჩემთვისაც და მე მგონი ზოგადად აი ვინ რას სწავლობს და ამაზეც ვისაუბროთ ცოტა კიდე უბრალოდ მინდა მოკლე კომენტარი გავაკეთო რომ დღეს შეიძლება დღესაც გვაქვს ჩვენ ეს მედლები ხო ეს ოქროსა და ვერცხლის მედლები და როდესაც თქვენ ახსენეთ იგივე ის საკონტროლო წერები და ასე შემდეგ მაშინდელი სახელმწიფოსა და რეჟიმიდან გამომდინარე ცხადია რაღაცნაირი კონტროლზე იყო აყვანილი თითოეული დაწერილი ნიშანიც კი ხომ არ გახსენდებათ ამის გამო რაიმე ან სტრესი ან რაღაც ისეთი არასასიამოვნო შემთხვევები ან ურთიერთობები ან რაღაც ემოციები რომელიც აი ამ ნიშნებსა და თუნდაც აი ასეთ თუნდაც 1/4-იანი მართლაც და ან რანში გქონდათ ისე ქართულში ხო ახლა ხო 5/4-ზე მით უმეტეს ხო იყო ხოლმე ეს კიდე ეს 4 ენობრივი რაღაცების კომპეტენციას გულისხმობდა ხო მართლაც ახლა პირადად ჩემთვის ქიმიის მოურელია ხო და აქედან გამომდინარე ხომ არ იყო რაღაც ისეთი უარყოფითი ემოციებით ამასთან დაკავშირებით. ნუ სტრესი როგორ არის იყო განსაკუთრებით იმ პერიოდში მე ახლა ვახსენე რომ სკოლაში მოდიოდნენ ხოლმე, მაგრამ ხშირად იყო რომ აი ესე დილას შემოვიდოდნენ, გაგვიყვანდნენ მედალოსნებს და სადღაც რაიონში წაგვიყვანდნენ და სხვა ტერიტორიაზე სხვა სკოლის მედალოსნებთან ერთად გვაწერინებდნენ ხოლმე. ასევე იყო რაღაც ოლიმპიადები, ახლაც არის ოლიმპიადები ვიცი რომელზეც გავდიოდით ხოლმე და ნუ მახსოვს რომ ესეთი რა არასასიამოვნო იყო ნამდვილად. იმიტომ რომ რაღაც ვიღაც გაკონტროლებს და მით უმეტეს ახლა ჩემ შემთხვევაში სახლში არ ყოფილა რომ რაღაც ნიშანი მნიშვნელოვანი იყო, პირიქით სულ ხას უსვამდნენ რომ ნიშანზე უფრო მეტად ცოდნა არის მნიშვნელოვანი, ნიშანს არ აქვს მნიშვნელობა. ან დასტრესილები ამ ხრივ მე და ჩემი და ნამდვილად არ ყოფილვართ სახლიდან. ასე რომ არ უყურებდი ალბათ რთულად, მაგრამ ისინი თანაკლასელები ვისთანაც ოჯახში უფრო მეტი სიმკაცრე იყო და უფრო მეტი სტრესი სადაც ჩანდა ხოლმე, რა თქმა უნდა ეს იყო ოჯახიდან გამომდინარე. ხო, მესმის, აი ხო, აი მამის გახსენება შეიძლება საჭიროც არის, რომ თუ თქვენ შემთხვევაში არა, ხო არსებობს ისეთი დამოკიდებულება ნიშნების მიმართ, რაღაც სტატუსის მიმართ, ხო, რომელიც ნამდვილად არ არის
ზედმეტია ნამდვილად. მით უმეტეს ბავშვისთვის, მოზარდისთვის და ამაზე აქცენტირება. ერთი რამე მინდოდა მეკითხა, არა კონკრეტულად რომ ვინმე ადამიანზე, ზოგადად თქვენ როგორც ამ შემთხვევაში უნივერსიტეტის მასწავლებელი ამ შემთხვევაში, ხო? მკვლევარი ვინც ვერ აღწევდა წარმატებას, აი თუნდაც თქვენი ბავშვობიდან გამომდინარე აკადემიურ წარმატებას გულისხმობ. ხომ არ გიფიქრიათ ან ხომ არ დაკვირვებულ ხართ? აი ზედაპირულადაც თუნდაც ხო? რამდენად წარმატებული გახდნენ შემდეგ ისინი ცხოვრებაში? ანუ ასე რომ ჩამოვაყალიბოთ შეკითხვა, ის სასკოლო აკადემიური წარმატება რამდენად უზრუნველყოფდა და განაპირობებდა იმას, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ წარმატებულები. წარმატებულობაში მაინც და მაინც მე არ გულისხმობ რაღაცა სტატუსის ან თანამდებობის მოპოვებას, პირდაპირ ვთქვათ, რეალიზებულები, ბედნიერები, ის თავიანთი მისწრაფებების დამკმაყოფილებლები თუ როგორ თქვა, რომ გამხდარიყვნენ ამ თვალსაზრისით. ალბათ შეიძლება იმის აღნიშნა, რომ ჩვენ როდესაც დავამთავრეთ სკოლა და უნივერსიტეტში ჩავაბარეთ, ეს პერიოდი იყო ძალიან გარდაქმნის და საკმაოდ რთული პერიოდი საქართველოსათვის და ცოტა რთული იქნება სათქმელი, რომ ჩვენ სკოლაში სწავლა რომ არ შეცვლილიყო ეს ყველაფერი, რამდენად განაპირობებდა თითოეულის წარმატებას, იმიტომ რომ იმდენი გარდაქმნა მოხდა, რომ ბევრი ადამიანი სადაც ჩააბარა, იმის მიხედვით შემდეგ არ დაიწყო საქმიანობა, ხო? აბსოლუტურად აცდენილი იყო ჩვენი კვალიფიკაცია და შემდგომი სფერო მუშაობის ერთმანეთს. და აქედან გამომდინარე, ალბათ ცოტა ესეთი რთული პერიოდის ახალგაზრდობა გქონდა და გვიწევდა თავის დამკვიდრება სხვადასხვა მიმართულებით, იმიტომ რომ თუ კი ვთქვათ, ადრე იცოდა ყველამ, რომ მე თუ დავამთავრებდი გეოგრაფიის ფაკულტეტს, მე გეოგრაფიის ინსტიტუტში რომ დავიწყებდი მუშაობას, გეოგრაფიის ინსტიტუტიდანვე გავიდოდი პენსიაზე, ან უნივერსიტეტში თუ დავიწყებდი მუშაობას, უნივერსიტეტიდანვე გავიდოდი პენსიაზე, იმდენი რამ შეიცვალა და იმდენი პროფესია მოვსინჯეთ და იმას ვქენით, რომ ალბათ დღეს უკვე ძალიან ძნელია ამის აღნიშნა, მაგრამ ნუ მიხარია, რომ ჩემი კლასელები საკმაოდ შემდგარი რეალიზებული ადამიანები არიან და ნამდვილად ვახარებს თითოეულის წარმატება. პრინციპში, აი დღეს თუ დავაკვირდებით, შეიძლება უფრო მეტად იყოს მოსალოდნელი ასეთი რამე, რომ ჩვენ ხო ბავშვებს იმას ვასწავლით, არ ვამბობ ძირითადად და უმეტესად ვეთქი, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთ რამეს ვასწავლით დღევანდელ სკოლაში, რომელიც ცხოვრებაში არათუ არ გამოადგება. არამედ ხელსაც კი უშლით ცხოვრებაში, რაც უნდა გამოადგეს იმისთვის, ხო? და შეიძლება ეს უფრო დაჩქარებული ტემპით იყოს მომავლისთვის, იმიტომ რომ ხომ ცნობილია, რომ ფაქტობრივად შეუძლებელიც კი არის 10 წლის შემდეგ რა საზოგადოებაში ვიცხოვრებთ, ეს ვიწინასწარმეტყველოთ, ხო? გამოვიცნოთ. წიგნები, ახლა როგორც კარგ მკითხველს მოსწავლეს ასეთი იგრძნობა, ხო? საუბრიდანაც და ისედაც ეს პერიოდია, როდესაც რაღაცა არის აკრძალული, რაღაცა რა, ბევრი რამის წაკითხვა მოსწავლეებისთვისაც და დასრულებისთვისაც არ შეიძლება. ხომ არ გახსოვთ ასეთი რამე ან ტექსტი, ან დამოკიდებულება, ან თუნდაც საუბარი ერთმანეთში, ან ბავშვებში, ან უფროსებისგან და ასე შემდეგ, ამ თვალსაზრისით რომ გავიხსენოთ. წიგნებთან ხო ჩვენთან სახლში მამას მოქონდა ხოლმე ბევრი ისეთი ლიტერატურა, რომელიც სხვაგან არ იკითხებოდა, შესაძლებელია დააკრძალული იყო და ამ ხრივ ვთქვათ, მე უფრო განებივრებული ვიყავი, შეიძლება ითქვას, ჩემი მინდა შემდეგ კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით წავიდა და ისიც ისეთ მეგობრებში ტრიალებდა, რომ სახლში მუდმივად რაღაც იყო, რაც სხვაგან არ იკითხებოდა, თუმცა მახსოვს ისიც, რომ აი სახლში მახსოვს კიდევ რა იყო,
რაც აკრძალული იყო, მაგალითად ჰქონდა რადიო, რომელშიც ამერიკის ხმას უსმენდა მამა და მახსოვს აი საათი რომ მომართავდა ხოლმე ამ რადიოს და ჩახშობის ხმები ედო ხოლმე ამ საუბრებს და ჩვენ უსმენდით რაღაც თავისუფლების ხმას ხომ და მახსოვს რომ ეს კაცრად ვიცოდით რომ ეს რადიოს რომ მოусმენდა აურევდა მე არხს ხოლმე და არ უნდა გვეთქვა რა თქმა უნდა და ამაზე გარეთ არ უნდა გვესაუბრა ხო მგონია რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ხრივ ოჯახს იმიტომ რომ ჩემთან რა ჭურჭლის კალრა და ზედათაროს რო გამოაღებ წიგნები ვარდებოდა იქიდან ტანსაცმლის კარადიდანაც ანალოგიური ხდებოდა წიგნების კარადიდან თავისთავად ცხადია და შესაბამისად ისიც კი მახსოვს რომ დღევანდელ დღეს ახლა შეიძლება ლექსიკონი ესე არავის არ ჭირდება მაგრამ რა ენაც არ დავიწყეთ მე და ჩემ ადამ შესწავლა მე ყველაფრის ლექსიკონის სახში აღმოგვაჩნდა და ყველაფერი ვთქვათ აი ეს უცხო სიტყვათა ლექსიკონი მახსოვს მიყვარდა განსაკუთრებით ხო იყო რაღაცეები რასაც მართლა სიამოვნებით კითხულობდით და ასევე ეს გამოწერილი ჟურნალები რომელიც იყო და რომლიდანაც ვიგებდით აი მსოფლიოს ლიტერატურის თარგმანები სწორედ აი ამ ჟურნალებში ხდებოდა ხოლმე და ეს მახსოვს რომ ავტორს აი აქედან ვიცნობდით ხოლმე ხო, ანუ რუსულად კარგად კითხულობდით, ინგლისურად ეს სკოლაში მოხერხდა თქვენი თუნდაც ენების მიმართულებით, ან ფაქტობრივად გარესამყაროსთან დაკავშირება ამ თვალსაზრისით, რამდენად იძლეოდა თქვენი სკოლა, რომ მასე სრულფასოვნად გქონოდათ, ვთქვათ, შეიძლება სამ ენაზეც კომუნიკაციის საშუალება თუ კერძოდ ალბათ ორივე ერთობლიობა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა სკოლა ითვლებოდა გაძლიერებული იყო ინგლისურის მიხედვით, ჩვენ სწავლობდით არა მხოლოდ ენას, არამედ ინგლისურ ლიტერატურასაც და ტექნიკურ თარგმანსაც და მახსოვს საბეჭდი მანქანები იდგა მაშინ და იმ საბეჭდ მანქანაზე უნდა გვებეჭდა რაღაცეები. შემდეგ უკვე რო გავიზარდე, ესეც პირველი კომპიუტერული კლასი ჩვენ სკოლაში იყო და ნუ მახსოვს ეს რაღაც საოცრებად ითვლებოდა. თუმცა მე მგონია ორივეს ერთობლიობა არის, რა თქმა უნდა სახლში და სკოლის ერთობლიობით ჩვენ მოგვეცა საშუალება რომ ენები კარგად გვცოდნო და ეს გაძლევს რა თქმა უნდა საშუალებას რომ იკითხო რაც გინდა იმ პერიოდში ორიგინალში ძირითადად რაც იყო და კარგი თარგმანები იყო ნამდვილად, რასაც ასევე ვეცნობოდით იმ პერიოდში. ასე რომ მე მგონია წიგნი იყო ერთ-ერთი რაღაც სამყაროს შეცნობის საშუალება. შატანოს მინდა მეუბრუნდე. წიგნი და შატალო კარგი. ალბათ კინოშიც დადიოდით ხოლმე შატალოს. კი, დავდიოდით. და კინო მოიხსენებათ ხო ზოგადად როგორც კინო და მე კინო იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში და რაღაც უცხო კინო. აი ეს რაღაც სხვანაირი ცხოვრება, ან განსხვავებულობა, გნებობთ აზროვნება, არა თუ თავისუფალი აზროვნება, როგორც აზროვნების ერთგვარი სურათი მართლაც, ხო? ამაზე რომ გაგვიზიაროთ თქვენი მაშინდელი შთაბეჭდილებები. ან შეიძლება რამე ფილმიც ხომ არ გახსოვთ? აი 80-იანი წლების ბოლოს უკვე შემოდის ხო ისეთი შემოდის ცენზუროც მათ შორის ფილმები და თქვენი შთაბეჭდილებები ამ მიმართულებით კინო და შატალო ალბათ ერთმანეთთან კავშირშია იმიტომ რომ სკოლიდან რომ გამოვდიოდით ჩამოუყვებოდი ყაზბეგის ქუჩას და კინოთეატრი ამირანი იყო რომელშიც დღის საათებში როდესაც შევიდოდით მახსოვს კინოთეატრში ყოფილა შემთხვევები რომ აი შუა ფილმის დროს ანთებულა შუქი და 53 სკოლის მოსწავლეები გამოდით და იქ ვინცად მიწვრებოდა და ვინცად გარბოდა უკვე აღარ გვახსოვს ხო? ნამდვილად იყო ძალიან საინტერესო ჩვენ პერიოდში შემოვიდა ბოლოს რაღაც ვიდეო კასეტები ჩამოქონდათ უცხოეთიდან კლასელებს ვისაც იმ პერიოდში ეს ვიდეოები ქონდათ იმათთან რა თქმა უნდა მივდიოდით ამ ფილმების სანახავად და ერთგვარად რაღაც უბრუნდებოდით ერთხელ მეორედ უყურებდით შეიძლება არანაირი ღირებულება არ ქონდა მაგრამ იმ დროს რაღაც მოპოვებული კასეტა იყო ხო უყურებდით ამას ყველაფერს და მსჯელობდით მე და დიდხანს ამაზე. დღევანდელ დღეს ალბათ ის განსხვავებაა, რომ იმდენი ფილმია, რომ ყველას ერთი და იგივე ფილმი ნანახი არ აქვს და ეს მსჯელობები, დისკუსიები ამას ნაკლებად მოყვება ხოლმე და მაშინ კინოთეატრში რომ გადიოდა ერთი თვის მანძილზე რაღაც ერთი ფილმი, ყველას ნანახი ჰქონდა და იძლეოდა იმის საშუალებას, რომ შემდეგ რაღაც უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონოდა ამ თემასთან დაკავშირებით. მოახსენეთ აკრძალული ფილმები, აი ეს მახსოვს, მე მგონი პირველ კურსზე ვიყავი სკოლას გავცდები, გამოვიდა კინოთეატრში, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
და აი ეს პირველი ალბათ შოკი, როდესაც ვუყურებდით დიდ ეკრანზე ამ ფილმს, სხვა სანახავი იყო და იქიდან გამოსულები რამდენხანს მდუმარეები მოუყვებოდით რუსთაველის გამზირს, აი ეს ძალიან კარგად მახსოვს. და შემდეგ უკვე ჩვენმა ნაცნობმა წიგნი მოგვიტანა და წიგნიც წავიკითხეთ და ძირითადად არის ხოლმე ან ერთი იმედგაცრუება, იმიტომ სხვანაირად აღიქვამ თუ ჯერ წერს კითხულობ, შემდეგ ფილმს უყურებ ამ პირიქით, აი ამ შემთხვევაში ორივე ჩემთვის აღმოჩნდა თანაბრად ძლიერი ნაწარმოებიც და ფილმიც. წიგნის დიდი სიამოვნება იყო ნამდვილად. გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა. აქვე მახსოვს მეც ეს ძლიერი შთაბეჭდილება მაგ ფილმიდან გამომდინარე, შეიძლება კარგად ვერ გავიგე მაშინ, აი იმ პერიოდში ზუსტად მთელი ის იდეა და ის რაღაც ტრაგიზმი, ხო, ამ ფილმის, მაგრამ მადლობა რაღაცნაირად ჩემზეც იმოქმედა ემოციურად. მონანიებაზე მინდა გკითხოთ ფილმზე, არის ასეთი აზრი გავრცელებული, რომ კასეტებით, რადგან ახსენეთ თან ეს ვრცელდებოდა სანამ გამოვიდოდა ეკრანებზე. ხომ არ გახსოვთ რაიმე ასეთი ან მითქმა, მოთქმა, ან რაღაც საუბარი ზოგადად ამ ფილმთან დაკავშირებით და მე რომ ნახეთ თქვენი შთაბეჭდილებაც ამ ფილმზე. ხომ, ალბათ კასეტაზე არ მინახავს, თუმცა რა თქმა უნდა მითქმა მოთქმაც მახსოვს და შემდეგ როდესაც ვუყურეთ ამ ფილმს, ეს იყო ერთგვარად იმ პერიოდის გახსენება, რაზეც სიტყვაძუნწები იყვნენ ჩემი წინაპრები, ბაბუები და იმიტომ რომ ისინი ზუსტად რაღაცეებს იხსენებდნენ ხოლმე რეპრესიების პერიოდიდან და თითქოს ეს ყველაფერი გაცოცხლდა ჩემ მეხსიერებაში და თითქოს ეს ყველაფერი თვალნათლივ დავინახეთ რეალურად რა გამოიარეს მათ ამ პერიოდში, ხომ? და აი ეს მგონია რომ აი სიტყვაძუნწობა ალბათ იმასთან იყო დაკავშირებული, რომ იმდენად რეჟიმი იყო ძალიან მკაცრი, რომ ცდილობდნენ ალბათ ჩვენთან ნაკლები ელაპარაკა. დღევანდელი ვთქვათ ჩემი ესეთი მეც მოვაყოლებდი აუცილებლად და მეც გავიგებდი მათთან ამის შესახებ, მაგრამ იმ პერიოდში ალბათ იმით კმაყოფილდებოდით, რასაც გვიყვებოდნენ, ხო, ამების შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ვიცით, რომ აი იმ ფილმში რაც იყო ასახული, ეს განსაკუთრებით ჩემ მშობლებზე და მათზე როგორ იმოქმედა, ეს ემოცია უფრო მეტად მახსოვს, ვიდრე ჩემზე რა მიმოქმედა. ხო, ესეც ვრცელი თემა, სხვა შორის საზოგადოება, ხო, როგორ შეიძლება დათრგუნო ისე, რომ საკუთარ ოჯახის წევრს ვერ დაელაპარაკო, ხო, სინამდვილეში. ხო, დღევანდელ დღეს ალბათ უფრო მეტი ანალოგის გავრილება შეიძლება, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვხედავთ არანაკლებ შიშის მომგვრელ რეპრესიულ ქმედებებს საზოგადოებაში ჩვენ ირგვლივ და სწორედ ამასაც ვხედავთ, როგორ განსხვავდება თაობების შეხედულებები და რამდენად გვიჭირს გაუგოთ ახალგაზრდებს. ალბათ მე უბრალოდ გამიმართლა, იმიტომ რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მუდმივად ახალგაზრდებთან მაქვს ურთიერთობა და ეს კავშირი იმედია არ გაწყვეტილა და როცა გაწყდება, იმედია უნივერსიტეტში აღარ ვიქნები უკვე ლექტორი, ხო? იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ კარგად გესმოდეს რაზე ლაპარაკობენ, რა წუხილი აქვთ ახალგაზრდებს, რითი არიან ბედნიერები თუნდაც და ამ ყველაფერში არ თრგუნავდე და შენ უბრალოდ შეეხიდო თუ კი რამით შეგიძლია. გავაგზავნოთ ამ საზოგადოებაზე. რა მინდა იცით გკითხოთ და რაღაცნაირად ვიფიქროთ თქვენთან ერთად თუ შეიძლება, ხო, რომ თითქოს და თავისუფალი ახალგაზრდობა, ხო, დამოუკიდებლობის პერიოდში გაზრდილი სკოლა და ასე შემდეგ, ხო? რაღაცნაირად ეს არ შეედრება იმ პერიოდს, რომელზეც ახლა საუბრობთ. მაგრამ ჩვენ თქვით ასეთი რამე, რომ არსობრივად ჩვენი სკოლა სინამდვილეში ისეთივეა, ხო? თუნდაც იგივე რაღაც არჩევანის საშუალებები, რაღაც აზროვნების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. გარკვეულ კრიტიკულ სიტუაციებში ჩვენმა საზოგადოებამ, დღევანდელმა საზოგადოებამ შეიძლება გამოავლინოს ისეთი ქცევა, რომ ვერ იამაყებდა მაგალითად ამ ქცევით თავისუფალი საზოგადოება, ხო? ეს შეგვიძლია
რომ გავაგრძელოთ, გავასახელოთ მაგალითებიც. და ამაზე რომ ვიფიქროთ, რამდენად შეუძლია სკოლას, ცხადია შეუძლია, მაგრამ აი რა, რომ თქვათ, რა უნდა გააკეთოს სკოლამ. ან როგორი სკოლა უნდა მოვიგონოთ საერთოდ, რომ შეუძლებელი გახდეს ამ საზოგადოებაში ისეთი რაღაც რეციდივები თუ რაღაც გამოვლინებები, რომელსაც უნდა დღესაც უყურებთ, რომ უბრალოდ ეს არა მხოლოდ ჩვენ როგორ ვუყურებთ ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. თითქოს დავცინით, ვაკრიტიკებთ, ხო, ცხადია რაღაც გადაწყვეტილებებს ირონიულად ვუყურებთ. და მაგრამ ეს რაღაცები მაინც თავის გზას პოულობს. თუნდაც იგივე შიშზე. რა უნდა მოვიფიქროთ სკოლის თვალსაზრისით ისეთი, რომ ასეთი რამეების გაკეთება შეუძლებელი იყოს ამ საზოგადოებაში. ხედავთ ამაში სკოლის როლს. იცით რა არის, რო ვუკვირდები, ალბათ აუცილებელიც არის, რომ სკოლამ ასეთი რამ გააკეთოს. თუმცა ძალიან რთული არის ამის გაკეთება. ეხლა რას გულისხმობ ამაში? თუნდაც მე რომ ნათელფერებში ვიხსენებ, ყველაფერი ჩემი სკოლის პერიოდში რა თქმა უნდა ნათელი არ ყოფილა. თუნდაც ის რომ მასწავლებლები ხშირად ვერ ახერხებდნენ იდენტიფიცირებას ისეთი რამისას, რასაც დღევანდელ მასწავლებელს ჩვენ აუცილებლად ვთხოვთ. მაგალითად ბულინგი, ხო, მაშინ ასე არ ეწოდებოდა ამას ყველაფერს და მახსოვს ჩვენ თანაკლასელები საკმაოდ არასასიამოვნო რაღაცებსაც ჩადიოდით, ხო? და დღევანდელი გადასახედით რო ვუყურებ, მასწავლებელს ამის შესახებ უნდა ეთქვა ჩვენთვის და ჩვენ აუცილებლად ამას მივხვდებოდით, რომ არასწორი საქციელი იყო, ხო? მაგალითისათვის ვიტყვი ისე უბრალოდ, მაგალითად თუ ადამიანს ენის ბორძი კი აქვს, მას ამაზე არ უნდა უთხრა, რომ დანარჩენი ხვალ მითხარი. და ჩვენ ამას ხშირად ვიყენებდით, ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ფრაზა იყო, თუმცა რომ ეთქვა მასწავლებელს პირველივე ჯერზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მხეცები ხო არ ვიყავით, ამას გავიგებდით, გავიაზრებდით და არ გავაკეთებდით. არ შეიძლება რომ მე ამის შესახებ გვიან მიკებდე. დღევანდელ დღეს ალბათ უფრო არის ის, რომ ბევრად მეტი ინფორმაცია არის პედაგოგიური ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი და დღევანდელ მასწავლებელს ალბათ ბევრად უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე ეთხოვებოდა ძველ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ რა იყო ძველი პერიოდის მასწავლებლის მიზანი, ალბათ უფრო მეტად, რომ თავისი საგანი ესწავლებინა მოსწავლეისათვის. და დღევანდელ დღეს უკვე მასწავლებელს ვთხოვთ იმას, რომ თუ კი ოჯახში რამე პრობლემა აქვს, თუ კი მოსწავლე დათრგუნული დაგვხდა, შენ ამას დააკვირდე უფრო მეტად ინდივიდუალური უკავშირი მისცე, ინდივიდუალურად გაესაუბრო. ასეთი რამე ჩემ სკოლაში ნაკლებად მახსენდება, რომ ხდებოდა, ხომ? ანუ დღევანდელი მასწავლებელი წარმოგვიდგენია როგორც სუპერ გმირი, რომელიც გარდა იმისა, რომ ასწავლის მოსწავლეებს, თან რესურსების შექმნა მოუთხოვეთ მოსწავლეებს საკმაოდ რთულ ცვლილებების პერიოდში, როცა ეროვნული სასწავლო გეგმა მუდმივად იცვლება, აი ეს ყველაფერი უნდა აკეთოს, პლუს საათების რაოდენობა ძალიან ბევრი აქვს დღევანდელ მასწავლებელს, თუ უნდა რომ ის გაზრდილი ანაზღაურება შეხვდეს, რომელიც აქვს და პლუს ვეუბნებით, რომ შენ ფრთხილად იყავი, არ გამოგრჩეს თუ კი კლასში რაიმე მსგავსი შემთხვევა არის, ინდივიდუალურად მიუდექი, იქ თუ ბულერი არის, იმას ცალკე დაელაპარაკე, მის მშობელთან ილაპარაკე, თუ ბულინგის მსხვერპლია დროულად ამოიცანი და მიმართე სათანადოდ თქვათ ფსიქოლოგს, ძალიან ბევრი რამ მოვთხოვეთ ერთ მასწავლებელს, მე არ ვიძახი რომ არასწორია, თუმცა მასწავლებელს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჭირდება ამ მიმართულებით და რა უნდა მოხდეს ალბათ იმისათვის, რომ მასწავლებელი ამ ყველაფრისგან გათავისუფლდეს, ეს ალბათ პირველი არის, რომ თავად არ უნდა იყოს წნეხის ქვეშ, თავად უფრო თავისუფალი უნდა იყოს სწავლებისას, თავად უფრო მეტი სურვილი უნდა შეებოდეს და დრო უნდა ჰქონდეს მეტი და ხელშეწყობა იმისა, რომ გარკვეულწილად თუნდაც შეცდომის დაშვების არ ეშინოდეს კლასში და დღევანდელ დღეს, რასაც ვუყურებ, არის საკმაოდ დათრგუნული დღევანდელი მასწავლებელი, დათრგუნული არის იმის გამო, რომ აი ეს
როგორ გითხრათ, თავის პროფესიაში აღმოჩნდა, რომ იმდენად გაურთულეს ცხოვრება, იმდენად გაურთულეს, თქვათ, იგივე ეროვნული სასწავლო გეგმა, ხომ? იმდენად გაურთულეს თავიანთი ყოველდღიურობა, რომ უნდა დაგეგმოს წერილობით, უნდა მიაწოდოს უკავშირი იქ რაღაც და მასწავლებელი, რომელიც თქვათ 200 მოსწავლესთან და მეტთან შედის, ხომ? საგანს გააჩნია ახლა რომელი ვთქვათ. ამ შემთხვევაში ფაქტობრივად წარმოუდგენელი არის თითოეულ ინდივიდს აკვირდება მისი პროგრესი ნახო და მასწავლებელს ეს მოეთხოვება და რა ხდება ამ დროს მასწავლებელი თავს გრძნობს რომ ის რაღაცას ვერ ართმევს თავს ის არც ისე ძლიერი არის არასაკმარისად კომპეტენტური არის და ალბათ ასეთი მასწავლებლის მართვა ბევრად უფრო ადვილი არის ხომ ჩემი აზრით რაღაც შეიძლება გამიზნული არ არის მაგრამ ასე გამოვიდა რომ დღევანდელ დღეს მასწავლებელს ბევრად იმაზე მეტი დააკისრეს ვიდრე მას გაკეთება შეუძლია და ის დათრგუნული ამ ყველაფრით საკუთარ თავში ეჭვიებარება და შესაბამისად თუ რაღაცას აძლევენ, ავალებენ, ის თulis რომ აი მე სკოლაში ვმუშაობ და რამე პრობლემა არ შემექმნას. ამ თვალსაზრისით თქვენს მასწავლებლებს რომ გადახედოთ, ახლა რომ წარმოიდგინოთ. ხომ შეგიძლიათ უკვე დღევანდელი თქვენი ფილტრი თუ რაკურსით რამდენად დაძაბულები იყვნენ ისინი თავიანთ პროფესიაში ან რომ გაიხსენოთ რამდენად ბედნიერები იყვნენ თავიანთი საქმით ხომ მაშინ კიდევ იდეოლოგიური წმინდა იდეოლოგიური არა პარტიული ან რაღაც სახელმწიფოებრივი რაღაც ასეთი წნეხიც ჰქონდათ მათ ორმაგი თუ სამმაგი შეიძლება ბედნიერი მასწავლებელი მე არ მახსენდება ნაკლებად ბედნიერი მასწავლებელი, მომღიმარი, მომცინარი მასწავლებელი თუ სიცილი იცოდა, ალბათ შეიძლება ესეც არ გამახსენდეს. ეს ალბათ ბოლო ზარზე, როდესაც ჩვენ რაღაც პაროდიები გავაკეთეთ ჩვენ მასწავლებელზე, პირველად ვნახეთ გაცინებული მასწავლებლები, ხო? რა შეიძლება ითქვას? ბედნიერები არ მახსოვს, დაძაბულები მახსოვს. არა. ხო ეს საშინელებაა ხო მახსოვს რომ ეშინოდა თუნდაც დირექტორის რომელსაც შეეძლო კლასი შემოეღო ეშინოდათ იმ დამსწრეების რომლებიც რაიონიდან და ქალაქიდან მოდიოდნენ ეს იყო უბრალოდ ერთი ალბათ განსხვავება ის არის რომ მშობელი იმ შემთხვევაში ცოტა განსხვავებულად აღიქვებოდა მშობელს აძლევდნენ რაღაც კონკრეტულ შენიშვნებს მოსწავლესთან დაკავშირებით ან აქებდნენ მოსწავლეს ესე საჯაროდ და ძალიან ცუდი პრაქტიკაა მე მგონია იმიტომ რომ ეს მახსოვს რომ ყველა მშობელი კრებიდან რომ მიდიოდა სახლში იწყებოდა აი მან თუ მოახერხა შენ ვერ მოახერხე და ასე შემდეგ ხო ეს რაღაც რასაც მშობლები შვილებთან ეს საგანმანათლებლო საუბრებს ეძახდნენ საკმაოდ დამთრგუნველია და არასწორია ხო ურთიერთობებს და აისახება შემდეგ მასწავლებელი როგორც ასეთი ნუ თავის თავში დაჯერებული მასწავლებლები ქართულის მასწავლებელი მათემატიკის ნამდვილად მახსენდება თუმცა მახსენდება ისეთი მასწავლებლები რომლებიც თავის პროფესიონალიზმში არ იყვნენ და თავდაჯერებულები ჩვენც ხშირად საკმაოდ ცუდად ვექცეოდით მოსწავლეები ამ ხრივ ვცდილობდით მათ გამოჭერას ხოლმე იმაში რაც არ იცოდნენ და იმ პერიოდის მასწავლებლისათვის აი ეს კითხვის დასმა რომელზეც პასუხი არ ჰქონდა იყო ძალიან დამთრგუნველი შეურაცხმყოფელი და ჩვენ ამას ძალიან ვცდილობდით რომ ეს გაგვეკეთებინა ხო თვისება უბრალოდ თან ბავშვის რომ თუ კი ასეთი მიდგომით ხდება ნება დისციპლინის შენარჩუნება თუ რაღაც მიზნების მიღწევა ხდება ბავშვიც ეცდება რა რაც ფაქტობრივად კიდევ სამწუხარო ის არის რომ თქვენ აი დღევანდელ მასწავლებლობაზე დღევანდელ სკოლაზე დაიწყეთ ამ ნიშნით საუბარი და ეს გრძელდება და მე უფრო მეტიც სხვანაირადაც ვფიქრობ რომ სინამდვილეში ჩვენ მასწავლებლები ამ შემთხვევაში როგორც მასწავლებელი ჩვენ ცრუ პროფესია გვაქვს ეს მოგონილი პროფესია გვაქვს მოგიგონეს ვიღაც ადამიანებმა რომლებმაც არ უნდა მოიგონონ სხვებმა უნდა მოგვიგონონ ჩვენ და აი ამ პროფესიაში ვითომ რაღაცას ვავლენ შეიძლება ვუტრირებ მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ ასე ვფიქრობ და ერთ-ერთი ეს თემა კიდევ რომელსაც მინდა შევეხოთ და ნენა ბოლოსკენ წავიდეთ არის სწორედ ის რას ვსწავლობდით გნებავთ ჩვენ და რას ვასწავლით დღეს ბავშვებს ახსენეთ თქვენ რამდენჯერმე ეროვნულ სასწავლო გეგმაც თქვენ იმშავიათ კიდეც დაწყებული პირველი ეთაობის ეროვნულ სასწავლო გეგმიდან და
სტანდარტები, ასე ვთქვათ, საგნობრივი სტანდარტები. მოდი რომ გაიხსენოთ. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირ შეკითხვას დაგისვამთ, მიუხედავად იმისა, რომ მედალი გაქვთ, გქონდათ. თქვენ მართლა ხუთებზე იცოდით ის საგნები ყველა? ხო? ნამდვილად არა. და აი რომ განვაზოგოთ, რამდენად შესაძლებელია მე გულისხმობ ახლა არ ვიცი შეიძლება იყვნენ ასეთი ადამიანებიც რომ მრავალ მხრივ 15 მხრივ და მიმართულებით რაღაც ესეთი განვითარებული და ესეთი რამდენად შესაძლებელია რომ ბავშვები აი ზოგადად მოსწავლეთა უმრავლესობამ ეს სტანდარტები თქვენ კარგად იცნობთ რამდენიმე სტანდარტს სიღრმისეულად და ყველა სტანდარტს იცნობთ და ამიტომ საინტერესოა თქვენი პოზიციაც რომ ასე დახუმძლული და დამძიმებული სტანდარტები რომ მე მგონი თანხმდებით რომ შეუძლებელია რომ ეს მოსწავლეთა უმრავლესობა ისწავლოს რაღაც დონეზე მაგრამ ახლა ეს ვიკითხოთ, რამდენად საჭიროა ამის სწავლებით ვაწვალოთ ეს ბავშვები. აი ამაზე რას ფიქრობთ თქვენი? ნახეთ, თქვენ ალბათ აი ეს კავშირი და ხიდი რო გავაბათ იმ დროსა და დღევანდელ დროს შორის, სახელმძღვანელოები იყო ინფორმაციით დატვირთული. ბევრი გვერდი ინფორმაცია, ყოველგვარი ალბათ ესეთი აქტივობების და ილუსტრაციების, დიდად ფერადი ილუსტრაციების გარეშე შესაძლებელია ნაწილი წიგნების და რა თქმა უნდა ეს ტექსტთან ახლოს უნდა მოგეყოლა შემდეგ გაკვეთილი, რაც არანაირად საინტერესო შეიძლება არ იყო, ხომ? და მე უბრალოდ გამიმართლა ალბათ იმაში, რომ კარგი მეხსიერება მქონდა და შესაბამისად მასწავლებლები აუცილებლად ხსნიდნენ გაკვეთილს და მე ახსნილიდან უკვე კარგად ვიმახსოვრებდი და ჩემ მახსოვს და ჩემი იშვიათად დადიოდა სკოლაში ხოლმე, მამაჩემიც არ დადიოდა სკოლაში და შესაბამისად რომ მიდიოდა, მახსოვს ეუბნებოდა რომ სახში მე წიგნი გადაშლილი არ მინახავს და რაში უწერთ ხუთებს. ან თუ კი ვიღაცას პრეტენზია ქონდა რომ რატომ არ უწერთ, დედაჩემი ყოველთვის პირიქით იყო მე გადაშლილი წიგნი არ მინახავს, ხო? სკოლის წიგნი სახლში დავაზუსტოთ კარგი. და შესაბამისად მგონია რომ იმ პერიოდშიც გამოძრომის საშუალება ქონდა ალბათ მოსწავლეს იმისა რომ დიდათ არ ემეცადინა და მაინც მაღალი ნიშნები მიეღო და ალბათ ისიც არის რომ თუ კი ერთხელ კარგი სახელი შეიძინეს სკოლაში, შემდეგ ეს მოყვება დიდხანს და მე არა მხოლოდ ჩემ სახელში გამიმართლა და ჩემ გამოიყო ეს, არამედ მამაჩემი, ბიძაჩემი, რომლებიც იმ სკოლაში სწავლობდნენ და მედალი ჰქონდათ მაშინაც გატანილი, ბაბუაჩემიც კი ახსოვდათ ზოგიერთ თქვათ ჩემ ბიოლოგიის მასწავლებელს, რომელიც კომისარი იყო განათლების და როგორც დამსწრე ახსოვდა ბაბუაჩემი და შესაბამისად მე ჩემი და რომელიც მართლაც ძალიან კარგად არა მხოლოდ სწავლობდა, არამედ საოცარი შესაძლებლობები აქვს და ჰქონდა მაშინაც და მე აღმოჩნდი რომ ერთგვარად მათი სახელი და ძალიან ადვილად გავატარე სკოლის წლები, ასე ვთქვათ, ხომ? რეალობა ეს არის, იმიტომ რომ მეცადინეობა დიდად არ მიყვარდა. ბევრად უფრო საინტერესო რაღაცეებით მეგონა რომ ვიყავი დაკავებული იმ პერიოდში, მაგალითად მეყვარდა ჭადრაკის თამაში და დავდიოდი ჭადრაკზე, ხო? ალბათ ეს მეხმარებოდა ერთგვარად რომ სიტუაციებიდან კარგად გამომძრალიყავი 2 წლის წინანდელი მასწავლებლის ნათქვამს რომ გავიხსენებდი და ვიტყოდი, იქ მთავრდებოდა ყველაფერი, არც გაკვეთილის გამოკითხვა არ უნდა და არც ამოცანის ამოხსნა და ასე შემდეგ და ასევე ნუ მათემატიკაში იყო რომ ვაწუხებდი ბოლო კლასებში ჩემ მასწავლებელს, იმიტომ რომ პროგრამა უკვე სააბიტურიენტო ვიცოდი, მიყვარდა ძალიან სკანავის წიგნი იყო და მიყვარდა იმ რაღაც სრთული ამოცანების ამოხსნა და ხშირად მეუბნებოდა ხოლმე ნუ შემოდიხარ გაკვეთილზე. ხომ, აქედან გამომდინარე ხო მე გამიადვილდა, იმიტომ რომ ალბათ ეს მეხსიერება კარგი მქონდა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ხომ, წარმოუდგენელია ალბათ ამდენი გაკვეთილი, ამდენი საგანი, რამდენსაც ჩვენ მოსწავლეებს ვასწავლით, იცოდნენ, თუმცა ეროვნულ სასწავლო გეგმაში მცდელობა, რომ არჩევითი საგნები შემოგვეტანა, რამდენჯერმე წარუმატებლობით დასრულდა და წარუმატებლობა არის ის, რომ ვთქვათ, რეალური არჩევანი მოსწავლეს არასდროს არ ქონია ამ საგნების. მე ვასწავლიდი სკოლაში, როგორც საჯაროში, ისე კერძოში და კერძოში ვასწავლ
მოსწავლედი ესეც საუკეთესო პროგრამაში, IB პროგრამაში, რომელიც გულისხმობს, რომ მხოლოდ 6 საგანი აქვს მოსწავლეს ბოლო 2 წლის მანძილზე, თუმცა ისე სიღრმისეულად ამ ყველაფერს სწავლობს და იმდენად მრავალფეროვანი უნარები ამ პერიოდში უკვე განვითარებული აქვს და კიდევ უფრო მეცნიერული მიდგომებით შეუძლია თითოეულ საგანზე იმუშაოს, მაგალითად, ჩემს საგანში გეოგრაფიაში მოსწავლე ვერ დაამთავრებს სკოლას, ისე რომ არ გავიდეს და საველე კვლევა თავად არ გააკეთოს და 2500 სიტყვიანი ნაშრომი არ დაწეროს საველე კვლევაზე, სკოლის მოსწავლეზეა ლაპარაკი. ამიტომ ხომ, რა თქმა უნდა, იმას, რასაც სწავლობ, ჯობს ისწავლო საფუძვლიანად, ვიდრე ამდენ რაღაცა რიცის შესახებ ზედაპირული წარმოდგენების შეგექმნას. წარმოუდგენელი არის ჩემი აზრით და თუნდაც ის არჩევითი საგნები, რომელიც დღევანდელ მეორე სასწავლო ეროვნულ სასწავლო გეგმაში 100-ზე მეტი ჩამონათვალი იყო, ხომ? ამ არჩევითი საგნების დღევანდელ დღეს, ახლა ზუსტად არ მახსოვს რამდენია და ამიტომ არ დავასახელებ რიცხვს და ყველაზე რთული აღმოჩნდა ის, რომ მასწავლებელს ჰქონდა მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმა, თუ რა უნდა ესწავლებინა და არანაირი რესურსი ამას არ მოჰყოლია და ითვლება, რომ მასწავლებელმა თავად უნდა შექმნას ეს რესურსი. აქედან გამომდინარე, უმრავლეს სკოლებში, უმრავლეს მასწავლებელთან აღმოჩნდა, რომ ამ საგნებს აძლევდნენ საათების შევსების მიზნით და შესაბამისად მასწავლებელი თავის საქმეებს, თავის საგნის საქმეებს აკეთებდა ამ გაკვეთილზე, მაგალითად, მათემატიკა გაძლიერებულად, ქართული გაძლიერება და დღემდე რომ ძირითად საგნებად ითვლება, იმ საგნებს გაძლიერებულად ასწავლიან ამ პერიოდში, ხომ? ამიტომ არჩევით საგნებში პრობლემა გვაქვს, შესაბამისად მოსწავლე ვერ ახერხებს კარგად ჩამოყალიბდეს თუ რა მიმართულებით უნდა და რა მიმართულებით შესაძლებელია მოსინჯოს თავისი თავი და მისთვის შესაბამისად სკოლა ხდება უინტერესო. განსაკუთრებით პრობლემური არის ალბათ მე-11-მე-12 კლასი, როდესაც ეს პასუხისმგებლობა სკოლიდან გადაბარებული არის საერთოდ მშობლებზე, რეპეტიტორებზე და შესაბამისად სკოლა ამ შემთხვევაში ნაკლებად იტვირთავს თავს, რა თქმა უნდა, გამონაკლის მასწავლებლებზე არ ვილაპარაკებ, იმიტომ ვიცნობთ ასეთებს მეც და თქვენც და ვიცით რამდენს აკეთებდნენ, მაგალითად იმ თემში კლასთან ბოლომდე იხარჯებიან, მაგრამ ძირითადში თუ თვალს გადავავლებთ, ხომ, მე-11-მე-12 კლასი პრობლემურია და მაინც არჩევანს აკეთებენ, მაინც იზღუდავენ იმ საგნების რაოდენობას, რომელსაც სინამდვილეში ეს მოსწავლეები სწავლობენ და ის დანარჩენი ყველაფერი ფურცელზე დაწერილი რჩება. აქედან გამომდინარე, რომ ვიკითხო, აი მე პირადად, კონკრეტულად მე უნდა მქონდეს თუ არა უფლება, რომ ბავშვი, ჩემი შვილი არ მივიყვანო არც კერძო სკოლაში და არც საჯარო სკოლაში. როგორ ფიქრობ? ხომ, მე ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარ ნამყოფი, ესეთი და ბევრ სკოლაში, უნივერსიტეტში ვყოფილ ვარ და ოჯახებიც გამიცნია, რომელთაც აი შინ სწავლება აქვთ არჩეული და ჩემი მეგობარსაც ვთქვათ, ეს შინ სწავლებაზე ყავდა თავისი შვილები, აქ არ ცხოვრობს და შესაბამისად ძალიან ხშირად აი ვინტერესდებოდი, როგორ რატომ ირჩევენ ამას ყველაფერს, ძირითადად ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ამ ოჯახებში სადაც ყოფილ ვარ, ისინი ხვდებოდნენ ხოლმე შერეული ოჯახები. იმ მხრივ რომ ისინი ბოლომდე ჩამოყალიბებულები არიყვნენ დედის მხრივ, მამის მხრივ, რომელი კულტურული, იმიტომ სკოლა მაინც გავლენას ახდენს ძალიან. ეთნიკურად შერეული ოჯახები და აი შერეულ ოჯახებში ალბათ თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომ მოსწავლისთვის ერთგვარი ბალანსი ამ კულტურათა შორის შეენარჩუნებინათ და შინ სწავლებას არჩევდნენ ხოლმე. ეს შეიძლება ჩემი დაკვირვება და ეს რა თქმა უნდა არ ყოფილა. და კიდევ პლუს რაც არის, საკმაოდ ბევრი ირჩევდა აი ამ შინ სწავლებას და ამ შემთხვევაში მშობლის როლი ძალიან იზრდება, იმიტომ რომ მშობელს უნდა ჰქონდეს და იქაც არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რას ასწავლი და მართლა აკეთებ თუ არა ამას ყველაფერს შენ შვილთან, იქ არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რაღაცა ასაკის შემდეგ მშობლები დამატებით იღებენ უფლებას, რომ ასწავლონ ის დამატებითი საგნები, რომელიც ისწავლება და ერთგვარად
სწორად გარკვეული ესეთი ზედამხედველობის და მხარდაჭერის პროცესში არიან, ხო, ეს მშობლები. საკმაოდ რთული არის ამ მშობლებისგან მე რაც გამიგია და სახლში გამოყოფილი აქვს ცალკე სივრცე, იმიტომ რომ არ შეიძლება სათამაშო და სასწავლო სივრცე ერთმანეთში არეული იყოს, იმიტომ კონცენტრირებას ვეღარ ახერხებს მოსწავლე. მოკლედ, ბევრი ნიუანსი არის იმისათვის, რომ შინ სწავლებაზე გადაიყვანო და პლუს ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, მშობელი, რომელიც ამაზე თავს გადადებს და მიუძღვნის თავს თავის შვილების აღზრდას. თუმცა სკოლა არ არის მხოლოდ რაღაც ინფორმაციის გადაცემა და მე ვთვლი, რომ ის სკოლაში რაც ყალიბდება, მნიშვნელოვანი შეიძლება დააკლდეს ბავშვს. ამ შემთხვევაში შინ სწავლებაზე ვინც აყავთ ისინი ვთქვათ სპორტული ჯგუფური სპორტში ტარებით და ასე შემდეგ სხვადასხვა აქტივობებით ცდილობენ შეავსონ აი სოციალური უნარები. წრეზე ტარებით. კი, წრეებზე რომ სადღაც თავის თანატოლებთან ურთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ ბევრ უნივერსიტეტში მსმენია, რომ აი შინ სწავლების ბავშვები განსაკუთრებით მაღალი შესაძლებელი IQ-ით გამოირჩევიან, მაგრამ შემდეგ რაღაცა სხვა ტიპის საქმიანობა უჭირთ ხოლმე და მათთვის შოკი არის უკვე როდესაც კოლეჯში ხვდებიანო. ანუ არ უნდა მქონდეს უფლება მოკლედ. უფლება აუცილებლად ყველაფრის უნდა მქონდეს, როდესაც ჩვენ არ ვავნებთ ჩვენ შვილს და უნდა ვიცოდეთ ვის ეხება ეს, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვთქვათ დავუტოვეთ შვილი ისეთ მშობელს, რომელსაც არ აქვს მისი განვითარების რეალური შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს შვილს, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ რაღაც ერთგვარი მოჯადოებული წრე შეიკრება, საიდანაც არ ექნება ბავშვს გამოსვლის საშუალება და არჩევანი რეალურად. სკოლა ხო მრავალფეროვან არჩევანს იძლევა, თუ როგორ შედგები, სად იქნები რეალიზებული და სახლში თუ რეალურად აი ამ შინ სწავლებას ბოროტად გამოიყენებს მშობელი, ბოროტად რა თქმა უნდა ისევ გულისხმობ, ამ შემთხვევაში მოსწავლეს საკმაოდ შეზღუდული არჩევანი ექნება. ხო, მე შინ სწავლება მაინც და მაინც შინ ამ გაგებით არ გულისხმობ, ცხადია, ეს მე რომ შეკითხვა დავსვი, იმას კი არ ნიშნავს, რომ სახლში უნდა ჩავკეტო ბავშვი და იქ მოვიდნენ, ან რამე მე უნდა ვასწავლო თუნდაც. არა თუ ყველაფერი, არამედ რამე. ხო, სხვადასხვა გზები, რომელიც არსებობს ჩვენ საზოგადოებაში, იმისთვის, რათა ბავშვებმა მიიღონ განათლება, ზოგადად ადამიანებმა განათლება მიიღონ. ამას გულისხმობთ. ცხადია, ესეც საინტერესო თემაა და ხო, რაღაცა კვლევის და ასე შემდეგ რაღაცა დაკვირვების გადაწყვეტილების მიღება ერთ-ერთი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია ყოველ შემთხვევაში განათლებაში განსაკუთრებით. და ბოლოს ასეთი შეკითხვა მინდა რომ დაგისვათ, რას ასწავლიდით? აი თქვენი გადასახედიდან ან სიამოვნებით, ან ისე თუ გნებავთ აქტუალობიდან გამომდინარე, გნებავთ ახალგაზრდებს, ან თუ გნებავთ აი ჩემს კოლეგებს, მასწავლებლებს, ან რას ურჩევდით, აი რა გინდათ რომ გავაკეთოთ, გნებავთ მასწავლებლებმა, გნებავთ აი ჩვენმა მომავალმა თაობამ ბავშვებმა. ხო, ალბათ მნიშვნელოვანი უნარი რაც უფრო მოგვიანებით შევიძინე, ეს არის პრობლემის გადაჭრის უნარი. ის რომ პრობლემებმა არ შეგაშინოს და ის რომ შეძლო დამოუკიდებლად გართვა ბევრ რამეს თავი, ეს ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რამ არის, რასაც სკოლა ჩემ დროს ნაკლებად ასწავლიდა, დღეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ალბათ ყველა საგნის სტანდარტში ეს გვიდევს, თუმცა არ ვიცით რამდენად ეს სრულდება, ხომ? ალბათ ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი, რომ მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები რო იყვნენ, პრობლემის გადაჭრა ისწავლონ და ალბათ ეს არგუმენტირებული მსჯელობა ხშირ შემთხვევაში რომელსაც მე თვალს ვადევნებ ხოლმე, ვთქვათ, როგორ მსჯელობენ, სინამდვილეში არგუმენტებს მოკლებული მსჯელობა და ლაპარაკი არის ჩვეულებრივი, ხო, საუბრებია ჩვეულებრივი. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ჩვენ გვაკლია ცოტა უფრო მეტი სიმყარე, მტკიცებულებები, ფაქტებზე საუბარი და ჩვენ საზოგადოებას ესეც ემჩნევა, ხომ? თუნდაც ის, რომ დეზინფორმაციის მანქანა ასე კარგად მუშაობს ჩვენ საზოგადოებაში, ალბათ სწორედ ამის შედეგი
შედეგია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვეძიებით წაკითხულს მიღმა სინამდვილეში რა დგას და რას ეყრდნობა ეს ყველაფერი, ხომ? მე მგონია რომ თავარი გამორკვევისათვის ჩვენ რაც გვაკლია არის სწორედ აი ეს დეზინფორმაციის დამსხვრევა და შესაბამისად აი ეს არგუმენტირებული მსჯელობა და რეალური პრობლემების რეალურად გადაჭრის და არა ის რომ მოგონილი პრობლემებზე დაფუძნებული თქვათ ახალი რეფორმები დავარქვათ და ვჭრათ ის პრობლემები რომელიც სინამდვილეში არა აქტუალურია და ასე შემდეგ. კი, მაინც როგორც აი მასწავლებელმა თუნდაც კარგად მესმის ამის საჭიროება მართლაც საგნობრივი და ისეთი რომ ნამდვილი პრობლემები რომელიც მოსწავლეს მართლა უბიძგებს, ინტერესს გამოიწვევს თავის თანაკლასელთან ერთად დასვამს და რაღაცას დააფიქრებს და ასე შემდეგ და გვაკლია სხვათა შორის ჩვენ ასეთი ნამდვილი ჭალებში პრობლემები და სასწავლო პრობლემები რა თქმა უნდა. და რომელზე მუშაობაც როგორც მასწავლებლის მხრიდანაც ასევე საინტერესოა და იმედი მაქვს რომ გვექნება და უფრო ნათელი, განვითარებული, მრავალფეროვანი, აი ნათელი ფერები დავიწყეთ ჩვენი გადაცემა დღეს და აი ასეთი სკოლები, არა მხოლოდ რაღაცა კერები პირობითად რომ თქვა, გვექნება. ძალიან დიდი მადლობა ჩემთვის და ვფიქრობ მაყურებლისთვის საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და დიდი მადლობა და დიდი წარმატება მინდა გისურვოთ. პირიქით დიდი მადლობა და ძალიან საინტერესოა ნამდვილად გახსენება და ახლებური აი უკვე გამოცდილების შედეგად რაც აქვს დაგროვილი კიდევ ამ ჭრილში გაატარო ის ბავშვობის წლები და მოგონებები. მადლობა კიდევ ერთხელ. ეს იყო მანანა რატიანის სკოლა. დაელოდეთ შემდეგ გადაცემა სკოლაზე.